ნიჭიერის პირველი ნახევარფინალი ნახეთ. გახურდა ნახევარფინალები. ნიჭიერს ყველა უყურებს, ნიჭიერზე ყველა ლაპარაკობს. ეს ნიჭიერის პირველი ნახევარფინალია. ნიჭიერის მესამე სეზონი გადადის უკვე აქტიურ ფაზაში. იწყება პირდაპირ ეთერი. ორი ფინალისტიდან ერთ ჟიური, ერთს კი თავად მაყურებელია არჩევს. სახალხო პროექტს უკვე ორი ფინალისტი ყავს. ხალხის რჩეული ბატონელი ნინიკო კახაძე გახდა. პირველი ფინალისტი ხდება ნინიკო კახაძე. და ჟიურის ფავორიტი სამტრედელი ოთო ბუაძე. მოემზადეთ სულთო და ხაში თქვენ საკუთარ თვალებს არ დაუჯერებთ. აქ სრულიად განსხვავებული ნომერი ნიჭიერის სცენაზე. ეს დოჩაბათია, ეს ნიჭიერია. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ნიჭიერის მეორე ნახევარფინალური შოუ. მივეცალოთ თქვენს წამყვანებს თიკას და ვანოს. ასეთი დახვედრისთვის და ასეთი აპლოდისმენტები. როგორ მიხარია რომ როგორც იქნა მოვიდა ისევ ორჩაბათი და ისევ აქ ვართ, ისევ ერთად. ისე რას ვიფიქრებდი რომ სამუშაო კვირის დასაწყისი ასე შემიყვარდებოდა. ნიჭიერამდე მეგონა რომ ორშაბათი ყოველთვის ყველაზე მძიმე დღე იყო. ისე ვანიკო, აგერ უკვე მესამე სეზონია, რაც ეს მითი დავამსხვრე და მიყვარს რომ ვერ აიმახსოვრე. კიდევ იმახსოვრე, მაგრამ უბრალოდ მიყვარს ამის გამეორება. კიდე იცი რატომ მიყვარს ორშაბათი? იმიტომ რომ ამ დღეს ყველაზე დიდი მუხტით ვივსები ხოლმე. და იცი ვინ მაძლევს ამ დადებით ემოციებს? მე მგონი მივხვდი. ყველაზე ენერგიული, ყველაზე ემოციური ერთგული ცოცხალი აუდიტორია. აი ასე. ორა აპლოდისმენტები, ორა მუხტია, ვანიკო, ნახოთ მართალი ხარ. ისე იცი როგორ მაინტერესებს ეს წითელი იქსები, რა მუხტს გაძლევს? არა, მაგაზე არ ვილაპარაკოთ. მაგას ისეთი პატრონები ყავს რომ უმიზეზოდ არასდროს არ აინთება, მე დარწმუნებული ვარ. მოდი მაშინ მოვუხმოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ წითელ იქსებს აკონტროლებენ. მაშასე ნიჭიერის ჟიური. რუსთავის პროგრამირებისა და მარკეტინგის მენეჯერი. გეგა ფალავატიშვილი. აი ეს ფერზე გომიწდებიან მას. მოგესალმებით გეგა. გეგა ფალავატიშვილი. დამშვენიერი აპლოდისმენტებია. სოფლიო კლასის ვარსკვლავი, უმშვენიერესი მომღერალი სტოფო ნიჟარაძე. დღესაც რა მშვენიერი ხარ სოფო? მართლა თვალის მომწრელია, ძალიან ლამაზი. სტოფო ნიჟარაძე. The Vano Show Sampani. The Vano Joachishvili. Აპლოდისმენტები ხდებით მასად. ორა ემოცია, ორი დახვედრა. არა ჩვეულებრივი. მოგესალმებით ვანო ჯოხიშვილი. და მე მიხარია რომ ყველანი უკვე ადგილზე ვარ და მზად ვართ. გეგა? ნამდვილად. ხო. რა გაწერია მაისურზე, რაღაცა? მაისურზე მაწერია რუსთავი 2-ის წარმატება. 34 კვირა მიყოლებით ნომერ პირველ ადგილზე. როგორ? 34 კვირა უკვე მიყოლებით არის პირველ ადგილზე. მაყურებელსაც ვაჩვენოთ. მაყურებელსაც დაანახე რა გეგა.
მშვენიერია, ძალიან კარგია, მე მგონი ყველაფერი უკვე რიგზეა და დროა დავიწყოთ ჩვენი საღამო. მე კი მაყურებლებს მინდა შევახსენო, რომ წინა ორ შაბათს ჩვენ გამოვავლინეთ ორი ფინალისტი. ესენი გახლავთ ხალხის რჩეული ნინიკო კახაძე და ჟიურის არჩევანი ოთო ბუაძე. აპლოდისმენტები, ნამდვილად კარგი არჩევანი გაკეთა წინა ორ შაბათს. ჯგუფი DreamWorkers კი საქართველოს ბანკმა დაასახლა თავის ფავორიტად და მისცა შანსი, რომ ფინალში მოხვდნენ და იცეკვონ. დღეს კიდევ 10 კონკურსანტს მიეცემა შანსი, რომ ან მაყურებლის, ან ჟიურის რჩეულები გახდნენ და ნიჭერის ტიტულთან ერთად მოიგონ დეველოპერული კომპანია ორბი ჯგუფისგან სასტუმროს ნომერი ბათუმის აპარტამენტში. ძალიან მაგარია და გარდა იმისა, რომ გამარჯვებულს შეუძლია იცხოვროს იქ, ასევე ორბი ჯგუფის თავაზობს ბიზნეს პარტნიორობას, ანუ გაქირავების სერვისს. შემოსული თანხა მთლიანად ჩაერიცხება ნომრის მფლობელს, ანუ ნიჭერის გამარჯვებულს. მართლაც საოცარი და საოცნებო პრიზია. ეხლა კი მოდი გადავიდეთ პირდაპირ დღევანდელ საღამოს და დღევანდელი ნახევარფინალის პირველ კონკურსანტებს მოვუხმოთ. მანიკო, მათ ჩვენ კასტინგზე დაგვამახსოვრეს თავის საოცარი სინქრონით და ძალიან საინტერესო თემა ქონდა და როგორი იყო, მითხარი, ან დენი მდედრობითი სქესი, საოცრად ლამაზი ჯეიმს ბონდები შემოვიდნენ. სასწაული იყო, საოცარი იყო და მე დღესაც სიამოვნებით ვიხილავ მათ სცენაზე. მათ ჩასე დღევანდელ ნახევარფინალს გახსნის ანსამბლი